ეკლესიის გარეშე გადარჩენა წარმოუდგენელია. წმინდა კვიპრიანე კართაგენელი ამოს ეგეთ სიტყვებს. რომ როგორცო ჩვენ ვისთვისაც ეკლესია დედა არ არისო, მისთვის ღმერთი მამა ვერ იქნება ვერასოდესო. და როგორცო წარმოუდგენელი იყო ნოეს დროსო, რომ ვინმეო გადარჩენილიყო ნოეს კიდობნის გარეშე. ესეთივე წარმოუდგენელიაო, რომ აი ამ სამყაროში, სადაც ჩვენ ცხოვრობთ, იქ რომ ადამიანი გადარჩეს ეკლესიის გარეშეო. წარმოუდგენელი ეკლესიის გარეშე გადარჩენა, ეს არის დაუჯერებელი და წარმოუდგენელი. ჯერ წარმოგიდგენთ, თქვენ ყველანი ამ ეკლესიის წევრები ხართ, დაგდადი ხართ. და ჯერ თქვენთვისაც კი როგორი რთულია და ჩემთანაც როგორი რთულია, აქ რო ვართ, ეს რო გვესმის, მაშინ რო გადარჩეთ, წარმოიდგინე. მაშინაც კი ვერ ვახერხებთ იმ საცტურების წინააღმდეგობის გაწევა, რასაც ეშმაკი ჩვენ ახიებს გვიგებს, ეს ვიცით და მაინც კი გვიჭირს ამის წინააღმდეგობის გაწევა, მაინც კი რთულია. და წარმოგიდგენთ, ხა ეკლესიის გარეშე როგორ უნდა გადარჩე, აი რამ უნდა გადაგარჩინოს ეკლესიის გარეშე. წარმოუდგენელი დაუჯერებელიც კი არის ეს. ამიტომ მინდა რომ აი რატო გიყვებით ახლა ამ ყველაფერს თქვენ, მინდა რომ თქვენ სწორი სარწმუნოება იცოთ, იმიტომ რომ მოვა დრო, დაიწყება ჟამი, მოვა ისეთი დრო, არ ვიცი მოვესწრებით არავინ არის უდისკენ მეორედ მოსვლა, მაგრამ ნენელა ისე გამარტივდება ყველაფერი, თქვენ ხედავთ რომ ცოდვა როგორი გამარტივებულია. ამას ხშირად გეუბნებით ხოლმე და მინდა დღესაც გაგიმეოროთ. ძალიან გამარტივებულია ცოდვა. ძალიან მიღებულია ცოდვა. ადამიანები ისე მარტივად საუბრობენ ისე ცოდვებზე, რომელიც ადრე ძალიან დიდი სირცხვილი იყო. წარმოიდგინე, აი შენდობა კიდევ ამაზე ვლაპარაკო, მაგრამ დღეს მრუშობა დღეს მრუშობა აღარ არის ადამიანებისთვის. მრუშობა სართულია მრუშობა. მე ერთი ადამიანი, ერთი პატრონი ყავდა, მე მეორე, მე მესამე, მე მეოთხე, ერთი კაცი ყავდა, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8. ეს არაა მრუშობა. ჯერ ერთი შეყვარებული ყავდა, იმასთან ქონდა ფიზიკური ურთიერთობა, მე მეორესთან ქონდა, მე მესამესთან, მე მეოთხესთან. ამას მრუშობა დართულიან ადამიანები. ართულიან ამას, წარმოიდგინე. არ იღებენ ამას, იმიტომ რომ ეს ესე მიიღო ამ საზოგისე დაამტკიცეს ეს ყველაფერი. მრუშობაზე კი არა, ადამიანებს მამათმავლობა ცოდვად აღარ მიაჩნიათ. სქესის შეცვლა ცოდვად აღარ მიაჩნიათ ადამიანებს. ერთ-ერთი ადამიანი მე საუბრობდა, ერთ-ერთი იმდროს მამა ვლაპარაკობდა, რომ ერთ-ერთმა შეიცვალა კაცმა ესეთ კითხვა დასვა, რომ 100 წლის შემდეგ ამ საფლავს რო გათხრიანო, რო ნახავო ამ ძულებსო, რო იტყვიანო მაგათ ესო კაციო, ხო იმისთვის ხო შეურაცხყოფი ხომ ხო გადაიკეთა თავი და იმ ძვალზე რას იზამენ, იმ ძვალს ხო კაცის ძალი, ხო კაცის ძვალია. მესმა ხო ბუნებრივად ეს შექმნაო. და ამის გამო ის ციხეში ჩასვესო, წარმოიდგინეს ადამიანი. ანუ სანამდეა აი შეშლილია სოფლიო და თქვენ ქრისტიანები ამ შეშლილ სოფლიოს არ უნდა მიყვეთ. ამ სიგიჟეში თქვენ ქრისტიანებმა მონაწილეობა არ უნდა მიიღოთ. და თქვენ წარმოგიდგენთ, თქვენ რო გაძლიერდებით ყველანი, თქვენ რო მტკიცე და ისეთი წმენა გექნებათ. თქვენ რო სწორი ღირებულები და ფასეულობები გექნებათ. და ამ საზოგადოებას არ დამორჩილოთ და სწორად წაიყვანთ თქვენ ცხოვრებას, რამდენი ადამიანი შეცვლა შეძლებთ და რამდენ ადამიანს დაეხმარებით. რამდენ ადამიანს შეეწევით. ქრისტე ისევ მიმეორებ, არ მინდა რომ კარგად მინდა რომ გამიგოთ. ქრისტე მოვიდა ცოდვილებისთვის. ქრისტე მოვიდა, იმიტომ რომ ადამიანი ცოდვისგან ეხსნა. ქრისტემ ზუსტად იცი რომ შენ რო სუსტი ხარ და შენ რო აშაე. ეს ქრისტემ ზუსტად იცის. და იმიტომ მოვიდა რომ შენ რო დაგეხმაროს. ანუ ქრისტემ ცოდვილებს ხელი არ კრა. პირიქით, ქრისტე მოვიდა ცოდვილებისთვის, ქრისტე მართალი ადამიანებისთვის და წმინდანებისთვის ქრისტე არ მოსულა. ქრისტე მოვიდა ცოდვილების გადასარჩენად. ხოდ იმ ცოდვილებისათვის, ვინც ეს ცოდვა შეინანეს, როგორც პავლე მოციქულია კორინთელთა ეპისტოლეში. ძალიან ბევრიო თქვენგანიო იყო ამ ცოდვებშიო და ჩამოთვის ამ ცოდვებს. მაგრამ თქვენო ეს ცოდვები შეინანეთო, განიწმინდეთო უფალი იესო ქრისტეს სახელითო, მოინანიეთო ეს ცოდვებიო. კორინთელთა ეპისტოლეში წერია მე-6 თავში. და მოინანიეთო, თქვენო შეინანეთ, თქვენ ცხოვრება გამოცვალეთო და თქვენო ნახე რა სიტყვის ამბობს პავლე მოციქულიო, თქვენო წმინდანები გახდითო. იცი ვიზი ამბობს წმინდანებზე? წმინდანები გახდითო. მემრუშეებზე, ლოთებზე, მამათმავლებზე, დედათმავლებზე ამას ჩამოთვლის თან და თქვენ რო შეინანეთო ეს ცოდვებიო, თქვენო წმინდანები გახდითო ამას ეუბნება. ანუ შენ თუ მოინანიებ ამ ცოდვას, შენ ანუ განწმენდა, რასა განწმენდა, ის შენ წმინდანი გახდი, ანუ მოინანიე, შეინანე ეს ცოდვა. მაგრამ შენ უნდა გინდოდეს რომ ეს ცოდვა მოინანიო. რომ ამ ცოდვაზე უარი თქვა და ღმერთი მიგიღებს აი სურო უკანასკნელ ცოდვაში იყო. სურო აი ყველაზე დედამიწაზე, ყველაზე მძიმე ცოდვაში რო იყო. შენ რომ მიხვალ ღმერთთან სინანულისთვის და ღმერთს ხო რომ ღმერთო გეხვეწები მაპატიე რომ ესეთ საშინელი ადამიანის ცოდვები მაქვს. ღმერთი უეჭველი გაპატიებს ამ ყველაფერს, უეჭველი შეგინდობს და უეჭველი გაგახარებს.
და სიხაოს მოგანიჭებს. იმიტომ რომ ღმერთისთვის ცოდვა გასაკვირი საერთოდ არ არის. საერთოდ არ არის. ღმერთი ჩვენაერად ადამიანების თვალებით არ იყურება ღმერთი. ღმერთი სხვა სიმაღლიდან უყურებს ადამიანებს. ღმერთი სხვა კუთხე, ერთადერთი რამე უნდა ღმერთს, აი, როგორც ისევ ქრისტე გეუბნება, მოდი ჩემთან მაშურალი და ტვირთი მძიმენი და მე განთავისუფლებ თქვენ. ჩემთან მოდით, ოღონდ, აი, ჩემთან მოდით. მაშურალი, ტვირთი მძიმენი, ცოდვებით სავსენი, მოდით ჩემთან და მე ვიტვირთავ თქვენ ცოდვებს, მიავიღებ ამას. შეცოდეთ, მიავიღებ, მე ვიტვირთავ. მე ამიტომ ვარ ქრისტე, რომ მე ეს ყველაფერი ვიტვირთო. მე თქვენი ტვირთი ავიღო. ოღონდ მოდით ჩემთან. ოღონდ მე მომართეთ, ოღონდ ჩემთან მოდით. და მე მზადა ვარ, აი, ყველაფერი თქვენი ცოდვა ვიტვირთო. ყველანაირები მიგიღოთ, როგორებიც ხართ, აი, არ აინტერესებს ღმერთს, როგორი ხარ და რანაირი ხარ. მიდი, თხოვე და ღმერთი შეგეწევა. კიდევ დაეცემი, კიდევ მიდი მასთან. ოღონდ აი, მას არ მოშორდე, მის წიაღს არ მოშორდე. და ღმერთი გადაგარჩ, იმიტომ რომ ღმერთმა ის ესე ერთ წამში ზოგ ზღონია რომ ერთი ახსარებით გამოსწორდება. ერთი ახსარებით როგორ უნდა გამოსწორდეს? ერთი ახსარებით კი არა, მილიონი ახსარებით შეიძლება ვერ გამოსწორდეს. შეიძლება ამ ახსარებით ცოდვები შეამცირო და შეიძლება ცოდვას კიდევ ვერ მოერიო, რაღაცა დროს ვეღარ შეძლო ის მორე, მაგრამ ღმერთი გიყურებს და ღმერთი ხედავს, რომ შენ გინდა ამის მონანიება. შენ ებრძვის საკუთარ თავს, შენ ვერ ეგუები ამ ცოდვას. მე რა დაეცი, ისევ წამოდექი, დაეცი, ისევ წამოდექი, დაეცი, კიდევ წამოდექი და არ ეგუები ამას. და გინდა რომ გამოსწორდე, გინდა რომ შენი ცხოვრება შეცვალო. და ღმერთმა შეგაძლებინოთ ყველას და ღვთის კურთხევა, წყალობა და მადლი ღმერთმა არ მოგაკოს. დაიფაროს და დაიცვას ღმერთმა თითოეული თქვენთაგანი ცხოვრება. შეგეწიოთ ღვთის მადლი და ღმერთმა მადლი და წყალობა არ მოგაკოს. შეგვეწიოს ყველას ჩვენი მამების მადლი, ჩვენი ამ დიდი მამების, რომლებმაც ეს მართლმადიდებლობა ესე დაამყარეს, ესე აი მტკიცედ შემოიტანეს ჩვენში და ჩვენი სარწმუნება თელი არსებით უნდა ვიცოდეთ. და ქრისტიანმა უნდა იცოდეს, რომ ადამიანი, რომელიც ცოდვისკენ გიბიძგებს, ის არ შეიძლება იყოს შენი მოყვარე. ის შენი მტერია. რომელიც ცოდვას შენ გიკანონებს, ის არ შეიძლება შენი მეგობარი იყოს. რომელსაც შენ ცოდვისკენ მიყავხარ, ის ვერ იქნება შენი მეგობარი. მეგობარი არის ის, ვისაც შენ ცოდვას განგარიდებს და შენ ცოდვაზე გებძვის, რომ შენ ცოდვაში არ იყო და როცა ცოდვა განთავისუფლოს. ბედნიერები იყავით და გახარებულები იყავით და შეგეწიოთ ყველას ღვთისმადლი და დაიფაროს და დაიცვას ღმერთმა თქვენი ცხოვრება, ჩვენი სამშობლო დალოცოს ღმერთმა, ჩვენი საქართველო დაგვილოცოს ღმერთმა და ღმერთმა ერთგულად გვამსახუროს ყველანი ჩვენი ქვეყნის წინაშე და ჩვენი ღვთის წინაშე. ამინ.